ანაკლიაში მომავლის ბანაკი გაიხსნა პირველ ეტაპზე სპორტული ოლიმპიადის 12-დან 18 წლამდე ასაკის 288 მონაწილე დაისვენებს. დანარჩენ 5 ნაკადს კი მოზარდების წარმატების მიხედვით შეარჩევენ. ანაკლიაში წელს ქართველი ემიგრანტები და დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ შერჩეული მოზარდების დაისვენებენ. ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა, პარალელურად ანაკლიაში ოლიმპიური ცეცხლის შეტანა იზეიმის. ის ვისაც ჰქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება, მას ექნება პატივი წელს რომ დაისვენოს და იმეცადინოს, ასე ვთქვათ, მომავლის ბანაკში. მათ დღეს, ასე ვთქვათ, ელოდებათ აქ ამ სეზონზე განახლებული ინფრასტრუქტურა, დახვეწილი პროგრამების შიგნით კიდევ ძალიან საინტერესო თემატიკა, არის რამდენიმე აქტუალური მიმართულება, ეს არის ბავშვთა უფლებები, ეკოლოგია, ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომლის ირგვლივად შედგენილია პროგრამები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება არაფორმალურ განათლების და ამავდროულად სპორტული აქტივობების ჩატარდება დასკვნითი ეტაპი ოლიმპიადის და შესაბამისად გამარჯვებულებს მიეცემათ საშუალება გაიცათ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე იასპარეზონ. ინფრასტრუქტურა მთლიანად მზად არის, გამართულია, საუკეთესოდ არის მოწყობილი, არაჩვეულებრივი კვება გვაქვს, სამეცნიერო მომსახურება გვაქვს შესანიშნავი და მე მგონი ბავშვები ძალიან კმაყოფილები იქნებიან აქ დასვენებით. ეს ძალიან დიდი მოლოდინი, განსაკუთრებით პირველ ნაკადთან დაკავშირებით, რადგან ოლიმპიური ბავშვები არიან ოლიმპიადაში მონაწილეები და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ლიდერები, რომ გავატარებდნენ თქვა დაუწყარი 10 დღე